გამოშვებას ვიწყებთ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებით ავთანდილის ქუჩაზე მდებარე 9-სართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე სავარაუდოდ გაზმა გაჟონა. შენობაში ჩამსხვრეულია მინები, ჩავარდნილია ლიფტი და ხანძარია. ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე სახანძრო ბრიგადა ცდილობს. მოსახლეობის ევაკუირების პროცესი ახლაც მიმდინარეობს. დაშავებულებზე ან მსხვერპლზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა მსხვერპლის შესახებ. დაშავებულები კი ამ წუთებში ღუდუშაურის საავადმყოფოში მიყავთ, სადაც ჩვენი კორესპონდენტი მარიკა შალიკაშვილი იმყოფება და მას პირდაპირ ეთერში ვხვდავთ. მარიკა, ხომ არ გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ და ასევე როგორი არის დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა? ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება მსხვერპლის შესახებ, რომ გარდაცვლილია 2 ადამიანი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია. მე ამ წუთებში ვიმყოფები ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც სავარაუდოდ რამდენიმე წუთში გადმოიყვანენ დაზარალებულებს, ასევე უცნობია თუ რამდენია დაზარალებული. ჩვენთვის ცნობილია, რომ უბედური შემთხვევა მოხდა ავთანდილის ქუჩაზე, დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მოხდა სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა და აფეთქება. ჩატანილი არის კორპუსის 4 სართული, თუმცა ამ დროისთვის ჩვენი ინფორმაციით ნანგრევებში არ არიან მოყოლილი ადამიანები. იქ მუშაობენ ადგილზე სამაშველო სამსახურების ბრიგადები, სახანძროები, რადგანაც ასევე საუბარია ხანძარზე, თუმცა ესეც ჯერჯერობით არის დაუდასტურებელი ინფორმაცია. რაც შეეხება ღუდუშაურის კლინიკას, აქ უკვე ემზადებიან პაციენტების მისაღებად და სავარაუდოდ სულ რამდენიმე წუთში მოხდება დიდი დიღმიდან აქ გადმოყვანა დაზარალებულთან დაკავშირებით. ასევე ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია თუ რამდენი პირი არის დაშავებული. დიახ, თქვენ ამ წუთებში კადრში ხედავთ შემთხვევის ადგილს, სადაც რამდენიმე წუთის წინ მივიდა დედაქალაქის მერი კახი კალაძე და ჩვენ უკვე ველოდებით დეტალებს და უახლეს ინფორმაციას თუ რა ხდება ამ წუთებში და ინფორმაციას პირველ რიგში დაზარალებულებთან დაკავშირებით. თქვენ კადრში ხედავთ დედაქალაქის მერი იმყოფება შემთხვევის ადგილზე და ჩვენი ინფორმაციით ავთანდილის ქუჩაზე სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა უბედური შემთხვევა. სახლის მე-6 სართულზე მოხდა სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა და სწორედ ამან გამოიწვია კორპუსში აფეთქება და 4 სართული არის სავარაუდოდ ჩატანილი და ნანგრევებში ამ დროისთვის აგერავარ გვერდზე ვდგავარ ნაცი ჩვენ ღუდუშაურის კლინიკაში ვიმყოფებით, სადაც ველოდებით თუ როდის მოიყვანენ აქ სამაშველო ბრიგადები და დაზარალებულებს. თუმცა ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი არის დაზარალებული ამ უბედური შემთხვევის შედეგად. ღუდუშაურში ჩვენ სავარაუდოდ არის მსხვერპლი, თუმცა ესეც არის დაუდასტურებელი ინფორმაცია. გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით სავარაუდოდ 2 ადამიანის გარდაცვლილი შემთხვევის შედეგად. უბედური შემთხვევა სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა და ამ წუთებში სპეციალისტები მუშაობენ ადგილზე. იქ არიან მობილიზებული სახანძრო ბრიგადები, ასევე მაშველები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, თუმცა ნანგრევებში ჩვენი ინფორმაციით არ არიან მოყოლილი ადამიანები და ასევე მიმდინარეობს ევაკუაცია კორპუსიდან. გამოყავთ კორპუსის მაცხოვრებლები. როგორც ცნობილია, მოხდა გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის 3 გარდაცვლილი და რამოდენიმე ადამიანი დაშავებული, რომელიც უკვე გადაყვანილია სხვადასხვა საავადმყოფოებში. კორპუსი მთლიანად არის ევაკუირებული, მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო
ოპერაცია. ინფორმაცია არასრულწლოვანის გარდაცვალების თაობაზე რა არასრულწლოვანზე გარდაცვალებას ვერ დაგიდასტურებთ. 3 ზრდასრული ადამიანია გარდაცვლილი. მასშტაბები კორპუსის დაზიანების და გრევის საფრთხე თუ არსებობს მეოთხე სართულზე მოხდა აფეთქება, როგორც პირველადი ინფორმაცია ჩვენ გაგვაჩნია და რა სურათიც დაგვხვდა ადგილზე. დანარჩენი უკვე მიმდინარეობს გამოძიება და ამაზე მომავალში გავაკეთებთ უკვე ვრცელ დადასტურებულ განცხადებას. რამდენად უსაფრთხოა ეხლა ტერიტორიაზე ყოფნა თუ განმეორების რისკები ხომ არ არსებობს? კორპუსის გრევის ტერიტორიაზე მოქალაქეები აღარ იმყოფებიან, მხოლოდ ადგილზე არის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციის წარმომადგენლები. მადლობთ. კომუნიკაცია საპატრულო პოლიციის უფროსი ჩვენ ამ თქვენ ახლა პირდაპირ ეთერის რეჟიმში ადევნებდით თვალს თუ რა ხდება ამ წუთებში დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე მსდებარე 9 სართულიან კორპუსში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა, სამწუხაროდ აფეთქების შედეგად არის მსხვერპლი, გარდაცვლილი არის 3 ადამიანი. საპატრულო პოლიციის უფროსი უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ასევე შემთხვევის ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა თბილისის მერი. როგორც ხდება ცნობილი, გარდაცვლილია 3 ადამიანი და დაშავებული არის რამდენიმე ადგილობრივი, რომლებიც ამ წუთებში მიხავთ ღუდუშაურის საავადმყოფოში. რაც შეეხება უშუალოდ აფეთქების მიზეზებს, ერთ-ერთი წინასწარი ვერსიით სავარაუდოდ აფეთქება გამოიწვია ბუნებრივი აირის გაჟონვამ.